კანონმდებლობა მკაცრდება. დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება. ცვლილებები დაჩქარებული წესით პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე განიხილა. ცვლილებებით სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი შეკრების თავისუფლებასა და მართლ წესრიგს შორის ბალანსის დაცვაა. საპირისპიროს ამბობს გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი. მათ თქვეს, რომ ცვლილებები თავისუფალ და მშვიდობიან პროტესტს სრულდავს. ხედავთ, რომ გარედან დაფინანსებული ადამიანები ისე და ისე ვცდილობენ, რომ კანონიდან გამოსავალი ნახონ და იძალადონ მათ შორის რამდენიმე ათეულმა თუ ასეულმა ადამიანმა 1,5 მილიონზე მეტ მოქალაქეზე შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით იქნება ბალანსი უზრუნველყოფილი, ისევე როგორც ეს არის არაერთ ქვეყანაში უზრუნველყოფილი, რასაც ამბობს როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ხელისუფლება უზღუდავს მოქალაქეებს თავისუფალ მანიფესტაციაზე შეკრების უფლებას იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთი მოძალადე ვნახეთ როგორც მშვიდობიან მოქალაქეებზე, ასევე ჟურნალისტებზე და ამ მიმართულებით არ უწარმოებიათ არც ერთი გამოძიება, ამ მიმართულებით არც ერთი დამნაშავე პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში არ მიცემულა. შესაბამისად, ეს ბუნებრივია ემსახურება იმ მიზანს, რომ მოქალაქეებს შეუზღუდონ გამოხატვის თავისუფლება და ბუნებრივია ქმნიან საკანონმდებლო ბერკეტს იმ მიზნით, რომ ეს თითოეული მოქალაქე შემდეგ უკვე მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში. არ შეიძლება 50 ადამიანმა გადაკეტოს გზა, ყოველთვის ასე იყოს ამ ქვეყანაში. მაგრამ არ ემორჩილებოდნენ, იყენებდნენ რა გარკვეულ რაღაც პროცედურულ ხრიკებს, რომ გაეწელათ ჯარიმის გადახდა ასე შემდეგ. პარლამენტმა შესაბამისად უპასუხა ამ მცდელობებს, რომ ბოროტად გამოიყენებინათ პროცედურული საკითხები. შესაბამისად ყველაფერი მოექცა იმ სამართლებრივ კალაპოტში, რომელიც 10 წლეულებია ჩვენ ქვეყანაში შეთანხმებულია. იგივე ეხება თუ კი ეს ავტომობილებით მოძრაობის შემთხვევაში და გზაზე იყო, იგივე ეხება ფეხით მოსიარულეებს. ისევე ეს 1,5 მილიონი ქალაქი არის ყველასი და მათ შორის ფეხით მოსიარულეები იქნება თუ ავტომობილით, ვინც გადაადგილდებიან, ვისაც უნდა რაიმე პროტესტის გამოხატვა, ამისთვის აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმის გარეშე, რომ არასაჭიროდ შეაფერხოს სხვა მოქალაქეების უფლებები.